ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში შეხვედრებს განაგრძობს ამ წუთებში ქორთიარდ მერიოდში თანამშრომლობის კომიტეტის მე-16 შეხვედრის პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე ჯამდება საქართველოს ევროკავშირის 5-წლიანი ურთიერთობა და განიხილება საქართველოში გატარებული და მიმდინარე რეფორმები. კონკრეტულად რა რეფორმებზეა საუბარი, ამას სოფო მაკაცარია გაგვაცნობს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდება ქორთიარდ მარიოტიდან. სოფო, გისმენთ. კანონის უზენაესობა არის დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა და შეხვედრის მონაწილეები ზუსტად ამ წუთებში განიხილავენ სისხლის სამართლის რეფორმასა და სასამართლოს რეფორმას. პრეზენტატორი არის იუსტიციის მინისტრის მოადგილე და როგორც ალექსანდრე ბარამიძე ამბობს, ის ცდილობს, რომ დაანახოს ევროპელ კოლეგებს ის, რომ ეს რეფორმები ორიენტირებულია მეტ გამჭირვალობასა და მეტ სამართლიანობაზე. შეხვედრაზე ასევე იმყოფებიან ქართული მხარიდან ოპოზიციის წარმომადგენლები, მასთ პრეტენზიები აქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ უმრავლესობის მხრიდან მსგავს შეხვედრებზე წარმოდგენილები არიან დეპუტატები, რომლებსაც მათი თქმით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, არა აქვთ პოლიტიკური წონა ასეთ საკითხებში გადაწყვეტილებების მიღების კუთხით და რამდენიმე წუთის წინ დაპირისპირება მოხდა შეხვედრაზე დეპუტატ ირაკლი ტრიპოლსკისა და გიორგი კანდელაკს შორის. ირაკლი ტრიპოლსკიმ შეხვედრა შელაპარაკების შემდეგ უკომენტაროდ დატოვა. გარდა იმისა, რომ ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ყოველდღიური ბრიუსელთან, სტრასბურგთან და ევროპარლამენტარებთან, ძალიან კაი საშუალებაა იმისა, რომ მათ მივაწოდოთ ინფორმაცია ქვეყნის შიგნით მიმდინარე პრობლემებზე, ისევე როგორც ინტეგრაციულ საკითხებზე. ძალიან კარგია, რომ მათ კონკრეტულად იცოდნენ, საით მივდივართ, რა რეფორმებს ვატარებთ თითოეულ წლებაში. სასამართლოს რეფორმა და ეს არის სისხლის სამართლის სისტემის რეფორმა. ბევრი რამე ორივე მიმართულებით უკვე გაკეთებულია, კიდევ უფრო მეტი არის გასაკეთებელი. მემხედველობაში მაქვს სისტემების დემოკრატიზაცია, მეტი გამჭირვალობის მიღწევა, მეტი სამართლიანობის მიღწევა. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ჩვენც როგორც პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ოპოზიციამ ხარს უჭერთ, იმიტომ რომ ეს არის ერთის მხრივ ჩვენს მიერ დაწყებული პროცესის უბრალოდ დასრულება და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ეს არის აუცილებელი საქართველოს დემოკრატიისთვისაც და ეროვნული უსაფრთხოებისთვისაც. სააკაშვილი არ არის საქართველო და ყოფილ პრეზიდენტს ქვეყანა არ უნდა გადავაყოლოთ. ეს იყო უმრავლესობის წარმომადგენლების პასუხი იმ შეკითხვებზე, რომლებიც ჩვენ დავუსვით მათ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით. ჩვენ მათ ვკითხეთ, იყო თუ არა შეხვედრაზე ამ საკითხზე საუბარი. გარდა ამისა, დღეს შეხვედრაზე იმყოფებიან ასევე მთავრობის წარმომადგენლები და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება შესაძლოა მოხდეს ივნისზე ადრე. გავლენის შესაძლებლობას. ეხლა ჩემი ხმა ჩვეულებრივად არ იხო. ხელმოწერაზე მინდა არაკეთილმოსურნეებს გაუწმილო იმედი და მხარდამჭერები ასევე გავამყარო იმ რწმენაში, რომ ვერაფერი ვერ შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერას. ერთადერთი ცვლილება, რაც შეიძლება მოხდეს, როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს არის ხელმოწერის დაჩქარება. სააკაშვილი არ არის საქართველოს და რაც უფრო სწრაფად გაიგებენ ამას ჩვენი ოპონენტები, მით უფრო გამარტივდება მათთვის ცხოვრება. სააკაშვილი არ არის საქართველოს არც გადავაყოლებთ სააკაშვილს და ვერც ის ვერ გაიყოლებს საქართველოს, ამიტომ ყველაფერს თავისი დრო და ადგილი. რეფორმების შესახებ დახურულ კარს მიღმა ქართველი და ევროპელი პარტნიორები კიდევ 9 საათს იმსჯელებენ, 6 საათზე კი ჩანიშნულია შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან. მადლობა, სოფო.